2025-26 წლების ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ბაკურიანში სეზონი 20 დეკემბრიდან კოხტას სასრიალო არეალის გახსნით დაიწყო. ამ ეტაპზე ბაკურიანში სრულიად ფუნქციონირებს სამივე სასრიალო ტრასა: დიდველი, კოხტა და მიტარვი. დიდველის სასრიალო არეალზე 2025-26 წლების ზამთრის სეზონზე პირველად ამოქმედდა პანორამა ფუნიკულიორი, რომელიც ვიზიტორებს ბაკურიანის გამორჩეულ პანორამულ ხედებს თავაზობს. მისი საშუალებით ვიზიტორებს საშუალება აქვთ რთულ ეგრეთ წოდებულ შავ ტრასებზე მოხვდნენ, რაც ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს დამატებით შესაძლებლობებს აძლევს. ამასთან დიდველზე ფუნქციონირებს ტობოგანი, რომელიც კურორტზე მყოფ დამსვენებლებს დამატებით აქტივობას თავაზობს. ბაკურიანის კურორტზე ჯამში 12 საბაგირო ფუნქციონირებს, ხოლო სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე 36 კილომეტრს შეადგენს. 2025-26 წლების ზამთრის სეზონზე 4-ვე სამთო კურორტზე ბაკურიანში, გუდაურში, მესტიასა და გოდერძიზე მუშაობს სკი პატრული, რომელიც სასრიალო არეალებს აწესრიგებს და იცავს ვიზიტორთა უსაფრთხოებას. 2025-26 წლის ზამთრის სეზონი საკმაოდ აქტიურ ფაზაში არის, შეინიშნება ბევრი ვიზიტორი, ზარდი დინამიკა არის, ეს ყოველწლიურად არის და წელსაც გამოირჩევა. შესაბამისად, ყველა ტრასა ღია არის. პირველ ეტაპზე ნალექმა არ მოგვცა საშუალება, თუმცა ხელოვნური გათოვლიანების საშუალებით პირველი, ასე ვთქვათ, ბაზა მოვამზადეთ თოვლის და შემდეგ უკვე გარკვეული ნალექი იყო, დღესაც თოვს ბაკურიანში და შესაბამისად მგონია, რომ სეზონი გახანგრძლივდება და საკმაოდ გრძელი სეზონი იქნება.